შუაღამე მშვიდობისა დღეფასო ტელეფონი. შუაღამე მშვიდობისა მოგესალმებით. მოგესალმები ილო როგორ ხარ? კარგად მოგება შე როგორ ხარ? მეც კარგად წინა ეთერის შემდეგ მე მგონი რაღაც თითქოს სახლში მგრძნობ თავს მოცემულ მომენტში. სახლში. კი, ნამდვილად. დაუბრუნდი. Home sweet home როგორც ითქვიან და. ხო, იცი რა არის ჩვენ ტრადიციულად ვიწყებთ ხოლმე საუბარს. დილის ეთერიდან მოყოლებული პრინციპში ჰაილაითები უკვე ვინც ყურებს იცის რას ნიშნავს, როდესაც ჩვენ რაღაცა დაგროვილ გამოცდილებას დაკვირვებას თუ რაღაცებს უზიარებთ ჩვენს სულფას ტელემოყურებლებს და დღესაც ხო არ იქნება გამონაკლისი, ძალიან ბევრი რამე ხდება ვით უმეტეს და ნუ ლაპარაკი აღარ მაქვს საერთოდ TikTok-ზე რასაგიჟეთ, კიდე ცალკე საკითხი და ალბათ ცალკე თემა უნდა დაერთო, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა უნდა იმსჯელონ რა მოვლენა ეს, აი იმდენად საგიჟეთი ხდება იქ, მაგრამ ზოგადად დღეს Facebook-ზე გავაშიარე ერთი ვიდეო შემხვდა ვიღაცა მითხრა რამოდენიმე კვირის წინ, რომ ჩვენ რო ასაკში რო ვართო, უფრო რთულად ვტრიგერდებითო უკვე რა. იმდენი გამოცდილება გვაქვს და იმდენი მეტგაცრუება გამოვლილი და ამიტომ ეს ვფიქრობ, რომ ესე რახან შემეხო ეს ვიდეო, რომელიც გავაშიარე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მძაფრია მართლა რახან უკვე მე შემეხო რა, რომელსაც ბევრი რაღაცა მაქვს ესეთი. ნანახი გოგოა, რომელიც დავირუსტე სხვათა შორის ეს ვიდეო და გოგოა, რომელიც ტირის და აი სანამ აქ ერთი ადამიანი ციტკება, მე ვერ ჩავთვლი, რომ ჩვენ დავმარცხდითო და ეს ქვეყანა მემეტება იმისათვის, რომ დაიკარგოს და ეს ყველაფერისთვის მაშინას და აი ძალიან გულწრფელია ტირის ისეთი რაღაცნაირი სახე აქ თან ხმის ტემბრიც აი ერთობლიობაში მოკლედ ძალიან ემოციური იყო და დავფიქრდი და მე აი რამდენს საუბრობთ ხოლმე ხო 1000 პრობლემებია მათ შორის ოპოზიციასთან მიმართებაში ხო იცი ჩემი დამოკიდებულება უამრავი კითხვა მაქვს ხოლმე ხო იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს სოციალური პროცესი სადაც ვით უმეტეს როდესაც შენ თვითონაც ოპოზიციურად ხარ განწყობილი სრული უფლება გაქვს ვისაუბრო იმაზე რასაც ვფიქრობ და ასევე კითხვები დასვა იმიტომ რომ ეს არის სწორედ პატივისცემა პროცესის და არა ის რომ შენ თუ კითხვები საერთოდ არ დასვი მაშინ უკვე რეალურად პირიქით რაღაცა სხვა სივრცეში გადადიხარ იდეაში რასაც ებრძვი თითქოს იმას რა თქმა უნდა ხო და აქედან გამომდინარე ამ ვიდეომ ძალიან იმოქმედა და აი დავფიქრდი იმაზე რომ მიუხედავად ამ ყველაფრის ახლა რაც ვილაპარაკი ჩვენ ხო უნდა გვახსოვდეს როგორი შეურაცხყოფილია ეს ახალგაზრდობა შეიძლება თვითონ ამას ახლა ისე არ განსხვავდება ცოცხალი ტიპები არიან და ძალიან გონიერად უდგებიან რაღაცებს, მაგრამ აი წარმოიდგინე რომ ახსენდება ამ ახალგაზრდების მიმართ ეს ნასრული ეპიტეტები და რეები არის ნათქვამი მათზე, ხო? ნუ რაღაცა ხან ცხრების ფარა, ხან ესე იგი ზედაპირულები, სატანისტები, აი ერთმანეთს უყურებენ რაღაცა გარყვნილები, კლაბერები, სულ ნარკოტიკულ თრობაში არიან, სუიციდიან, აი მუდმივად ამ ახალგაზრდებზე და უფრო მეტად ყოველთვის კეთდებოდა ესეთ რაღაცებზე აქცენტი და უამრავი კადრი იყო სადაც ეს სტუდენტები კითხულობდნენ წიგნებს, რომელიც გალობდნენ, მღეროდნენ და როცა ამ ბრძოლაში შედიხარ შენ ახალგაზრდა თაობასთან და ცდილობ რომ რაღაცა იპოვო ისეთი რაზეც შეიძლება რომ ისი დისკრედიტაცია მოახდინო, ეს იმხელა ტრაგედიაა ქვეყნისთვის. როდესაც ხელისუფლება ამითია დაკავებული, ხო? როდესაც აი ნახულობთ ისეთ კადრებს მომავლის იმის არის. და კადრებიათ ესეუში, სადაც საჭმელი ვის რო უნდა შეგეწოდებინა, იმაც რაღაცა ეს ხელის მოსაჭიდებლები თუ რაღაცები, თქვა, მოტეხეს ხო თუ რაღაცა და აი ესეთ აბსურდში ვიმყოფებით და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რატო აი აქ ქალბატონი ჯანაც ხშირად საუბრობს ხოლმე რომ რაციონალურ ფარგლებში დავრჩეთ. ჩვენ არ უნდა გადავარდეთ უკიდურესობებში რა. ეს არის ყველაზე უფრო საშიში. აი დღეს ჩვენ უკიდურესობებში რო ვართ, ამიტომაც არის ჩვენთან ასეთი ტოქსიკური სიტუაცია და არა მარტო ჩვენთან, ზოგადად სამყაროში არის პრობლემა ამისი უკიდურესობების, რადიკალიზმის და ასევე ძალიან დიდი პრობლემაა საერთოდ ზოგადად შინაარსის გააზრების ალბათ საერთოდ. ანუ მსჯელობის, არგუმენტების, ფაქტების ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ ამ სოციმედიამ, სოციალურმა ქსელებმა, ასე ვთქვათ, რაღაცა ორმა ვთქვათ პორალურმა სამყარომ ამერიკაში ხო ვთქვათ, მედიები ერთ-ერთს ამოს მეორე. ანუ ძალიან ბევრი გამოწვევები არის, ასე ვთქვათ რა და იცი რა არის იმხელა რაღაცეები დევს სასწორზე რომ მე მინდა რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა რომელიც აი როგორ გითხრა მე კითხვებიც აქვთ გაუგებ რომ მეც მათ შორის ხო ხდები ჩემზეც მოქმედებს რომ მე სხვა ადამიანი ვარ ემოციური ადამიანი ვარ ხო და როდესაც რაღაცას ისეც ატყობ რომელიც ანუ არ მოგწონს არ გინდა ეს მოცემულობა ხო უსამართლობასაც თვლი რომ შეიძლება გაატყდე ამაზე ადრეც ვისაუბრეთ ჩვენ მე მგონი ამიტომ ძალიან რთული ესეთი ემოციური
ცვალებადობა რა მაგრამ მეორე მხრივ აი სულ მინდა ხოლმე რომ იმ ადამიანებს აი ხა იმ დღეს ტაქსში რო ვიჯექი ვესაუბრებოდი ადამიანს რომელიცაც ჰქონდა ჩემთვის აი ჩემგან აბსოლუტურად საპირისპირო პოზიცია რომელიც ვფიქრობდა რომ ეხლა სტრატეგიულად ჯობს ჩინეთთან მაგრამ არგუმენტები ქონა და ძალიან დადებითად ვისაუბრეთ ასე ვთქვათ რა იმიტომ რომ მეც ცოტა კრიტიკული ვიყავი საკუთარ თავთან მიმართებაში და როგორც კი მე ამის პრეცედენტი მივეცი რომ მე კრიტიკული ვიყავი საკუთარ თავთან და რაღაცა კითხვებს უსმენდი და მე ამას ფიქრობდი და ვაანალიზებდი ხო და მე არგუმენტს ვეუბნებოდი და ეგრევე არ მოვნათლე მოღალატე და ასე შემდეგ ამან მასშიც საუკეთესო თვისებები წამოწია და მე ჩემთან მიმართებაში იყო ასე ვთქვათ უფრო მეტად გახსნილი და მე უფრო მეტად გამოთქვა თავისი შიშებიც ამავე დროს რომელიც თავის არგუმენტთან ერთად მასაც გაურება აქვს ასე ვთქვათ ხო და აქედან გამომდინარე აი რაღაცნაირად მინდა რომ ყველამ გავიაზროთ აი მშვიდად და წყნარად ის თუ რა საშიშროებების წინაშე დგავართ და ამ შემთხვევაში მე დალაგდება და თითოეული უფრო მეტად მივხვდებით და გავიაზრებთ რა უნდა გავაკეთოთ როგორ უნდა გავაკეთოთ იმიტომ რომ არის საშიშროება რომ რაღაცნაირად აი ამ ტოქსიკურ გარემოში ჩავიხარშოთ და გამოვიფიქროთ და მე ეს არ მინდა და ეს მხოლოდ მოხერხდება იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამავე დროს ემოციებთან ერთად შევინარჩუნებთ რაციონალურ ასე ვთქვათ აზროვნების უნარს და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ თუ რამდენად რთულ მოცემულობაში ვართ მაგრამ ამავე დროს ვიქნებით ძალიან პრაქტიკულები ასე ნამდვილად აბსოლუტურად გეთანხმები და ჰუმანურების რა. ეს უნდა დამთავრდეს ეს რაღაც საშინელი რაღაცა ზიზღი უნდა იყოს მაქსიმალურად ჰუმანურები. მე იმას არ გულისხმობ რომ ვიყოთ ყალბები, მაგრამ სადაც დავინახავთ სივრცეს რომ აქ ჰუმანურობა კარგია ყოველთვის ეს უნდა გავაკეთოთ. შესაძლებელია და თქვა რაღაცა ხესთან არ გაქვს საქმე. ყოველთვის უნდა ვეცადოთ ეს საკუთარ თავზე მუშაობა აუცილებელია იმისათვის რომ თითოეული ჩვენთაგანი გავხდეთ უკეთესი ადამიანები. ვიცი რომ ცოტა სადღეგრძელოსავით გამომდის და უკვე შეიძლება ეგეთი რამე რაღაცა ბანალურია, მაგრამ სიყვარულის ბანალურია. მაგრამ გჭირდება. მაგრამ ის გარეშე არ ვარსებობთ. რა თქმა უნდა. ხო და როგორც თქვი რომ თუ გაქვს შესაძლებლობა რომ ჰუმანურად იყო და ხეს არ ელაპარაკები არ ვიცი სწორია თუ არა, მაგრამ ძალიან მინდა რომ გავაზიარო ერთი ამბავი, აი პირველი დარბევის გუშინ წინ უკვე აღარ ვიცი დღე და ღამე არეული მაქვს. ჯერ პირველ რიგში იმის თქმა მინდა რომ არაერთხელ მინახავს დარბევა აქციის, მაგრამ ასეთი გავეშებული ზღვა პოლიციელების, არ ვიცი როგორ შემიძლია მათ პოლიციელები დავარქოთ, თუმცა ნუ ოფიციალურად დღეს მათ ასე ქვიათ, აი როგორც არ ვიცი, როგორც დიდი შავი ტალახი ყლაპავდა აი არ ვიცი რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანს, აი რაღაც წარმოუდგენელი სანახაობა იყო, რომელიც ჩემთვის კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად დამანახა რეალურად რასთან გვაქვს საქმე და დღეს თუ ჩვენ რაღაცნაირად ბოლომდე არ გავიტანთ და დღეს თუ ჩვენ შეგვეშინდება და გავჩუმდებით, როგორ გადაგყლაპავს ეს დიდი შავი ტალახი და როგორ ჩაყლაპავს ამ მართლაც დაუჯერებლად ძლიერ საინტერესო ჭკვიან და სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდობას ჩვენს მომავალს. და მე ამ რაღაც მომენტში გავჩერდით და ტელეფონი მქონდა დამჯდარი, რაღაცა ყავის რაღაც კაფე იყო პატარა, სადაც შევედით ზუსტად 5 წუთით. და ყავის რიგში აღმოჩნდით მომიტინგეები და პოლიციელები ერთად. და ეს იყო ისეთი უცნაური სანახაობა, ანუ ძალიან ჩვეულებრივად ვიდექით ერთად გოგოები ვიყავით მე და ჩემი მეგობრები და მე სანამ ტელეფონს ვაერთებდი, ჩემ ერთმა მეგობრმა შეამჩნია და გაეცინა და უცებ ეუბნება ამათ, რომ დაგპატიჟეთ მაინცო. და მოტრიალდა ეს ერთ-ერთი პოლიციელი და ძალიან ამაყად გითხრა, რომ დაგპატიჟებთ, კი არ არის პრობლემა. ავი ძალიან მართლა ძალიან უცნაური იყო. ვერც ხვდებოდი საერთოდ რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორც უნდა მოგვქცეულიყავით. მე ჩვენ ვუთხარით რომ არა ჩვენ დაგპატიჟებთ. კი ბატონო დაგპატიჟეთ, არც ეგ არ არის პრობლემა. აი რაღაც წარმოუდგენელი სიგიჟე ხდებოდა ძალიან ჩვეულებრივად. მე ბოლოს თქვენ ვუთხარით რომ დაგპატიჟებთ. არა, ისე თქვა დაგპატიჟებთ და მე ვუთხარი არ გვინდა ბატონო ჩვენ დაგპატიჟებთ ყავაზე. დაპატიჟებაზე, პაიმანზე. ყავის რიგში ვიდექით და ყავაზე დაპატიჟებაზე იყო საუბარი, რომ არა ახლა მე წარმოუდგენელი მართლა მთელი ღამის საყვარელია თუ ეხა ყავაზე გპატიჟებთ. არა, 1 წუთი და მე რაღაც მაინც ვერ მოვითმენ, შევეცადეთ მაქსიმალურად. მე ერთი ქალბატონი შემოვიდა, რომელიც ძალიან დიდი ხანია საუბრებოდა, ვიღეთ რომ რამდენიმე მათგანი შეწუხდა და ანუ თან დაინახეს რომ გაყინული, ნაცემი, შეურაცხყოფილი მომიტინგეები ვართ, შესულები
გონზე მოსასვლელად და კი არ დატოვეს იქაურობა. ხედავენ, რომ გაბრაზებულები ვართ ძალიან, მაგრამ კი ბატონო, ნუ დატოვებენ დალიონ მათაც ყავა, არ არის პრობლემა და მე რაღაც მომენტში მაინც ვერ მოვითმინეთ და მე და ჩემი მეგობარი მივედით და ძალიან მშვიდად და წყნარად ხარით ძალიან დიდი ბოდიში თუ შეიძლება ერთ კითხვას დაგისვამთ თქო. და აი ესეთი პასუხი მივიღე, რომ არ შეიძლება რომ ყაბა მშვიდად დავლიო. და მე მაქვს თუ არა უფლება, რომ კითხვაზე პასუხი არ გაქცეო. და მე ჩემ კითხვაზე ემსახურება თუ არა საქართველოს და მეც ვარ თუ არა ამ საქართველოს ნაწილი, მე მაქვს უფლება რომ შეკითხვაზე პასუხი არ გაქცეო და ადგა და გავიდა. აი მან მივხვდი კიდევ ერთხელ ჯერთი ნუ რა მიხვედრა უნდა ხა რაღაც აბსურდსყვები გასაგებია, მაგრამ აი ამ მომენტში, როდესაც ანუ ადამიანი ხარ შენც და ადამიანი ვარ მეც, ხო? გარდა იმ რაღაც პოლიტიკური დაპირისპირებისა, რაც გარეთ ხდებოდა, შიგნით შევედით ადამიანური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ორივე. და აი იქაც კი, როდესაც ხედავდა თან აი ზუსტად რამდენიმე წუთით ადრე ნია გუგავას ახალგაზრდა გოგოს უნიჭიერეს მსახიობს პირდაპირ თვალებში შეასხეს პეპერ სპრეი. რო აი რა, რო კი ნია გუგავას შეასხეს თვალებში პეპერ სპრეი აი იქვე. არ საიდან მოწმენდილ ცაზე უბრალოდ აი გავლის აი რაღაც ხელი შეეშალათ თუ წარმოუდგენელი იყო მართლა ხო და აი სულ ფიქრობ ეს დღეები არა მომდის ეგ სცენა ნიას როგორც შეასხეს პეპერ სპრეი და მე როგორც გვესაუბრებოდნენ როგორი ტონითაც და ანუ და აი რაღაც პერიოდი აი ესე მოხდა რომ ერთად ვიდექით ყველანი რა და ვუყურებდი და ვფიქრობდი რომ აი რამდენიმე თვის წინ შეიძლება ზუსტად ეგ იყო ის პოლიციელი რომელსაც ფეხბურთის თამაშის შემდეგ ვეხუტებოდი არ ვიცი შეიძლება ეგ იყო შეიძლება არც შეიძლება მე არა მაგრამ ნახე მან ცოტა ვერ დაგეთანხმები რა კუთხით რომ ჩემი აზრით აი პოლიციებში ძალიან დიდი სხვაობა არა რაღაცა არ ვიცი რაღაცა ერთი კიდე რიგით პოლიციელები კიდე სხვა ნაირი მიდგომით არა პოლიციელები იყვნენ ესენი პატრულის ფორმებში ჩაცმული ადამიანები კი მე მეგონა არა სპეცრაზმი არ ყოფილა დარბევის დროს იყვნენ პოლიციელები. ხო და იმის თქმა მინდა უბრალოდ რომ ჩვენ თუ მართლა დღეს არ ანუ ეგ ადამიანებიც რომლებიც დღეს აი ამის კეთება უწევთ და თან ეტყობოდათ სახეზე რამდენიმე მათგანი საკმაოდ აგრესიული იყო რამდენიმე მათგანი ანუ ეგ ხალხიც გადასარჩენები არიან ეგენიც არიან მსხვერპლები ამ რაღაც ავადმყოფური ამორალური სისტემის და აქ მართლა უკვე ადამიანების განადგურება შეიძლება ფიზიკურად არ გაგანადგურონ, მაგრამ მორალურად ვეღარ ვიარსებებთ. უბრალოდ როგორც ადამიანები ვერ ვიფუნქციონირებთ, ვერ გავზრდით შვილებს და გადავიქცევით უბრალოდ ხელისუფლების მომსახურე პერსონალად და კიდევ უფრო ნათლად დავინახე თუ რამდენად გადამწყვეტად მნიშვნელოვანი არის ახლა არ დანებება და თუნდაც როგორც ქალბატონმა ჯანამ თქვა ჩვენს წინა ეთერში წინააღმდეგობის გაწევა და ამის ხმამაღლა თქმა და ის რომ არ შეგვეშინდეს და ყოველ ჯერზე ხმამაღლა ვთქვათ და ნაბიჯი გადავდგათ წინ შეიძლება ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ შეიძლება აქცია მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა რა თქმა უნდა ჯობია რომ ყველაფერი ისე იყოს რომ ყველას მოგწონდეს მაგრამ ისე არის როგორც არის და კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ რომ უდიდეს პროპაგანდას და უდიდეს ძალას ვებრძვით სინამდვილეში და სხვანაირად ვერც იქნება და მათი ძირითადი იარაღი არის ადამიანების დაყოფა და დანაწევრება და პოლარიზაცია და ძალიან მშვენივრად მუშაობენ. მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ დავდგეთ ჩვენი უფლებების და ჩვენი მომავლის და ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე და აუცილებლად დავდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც ეხლაც ღამე უნივერსიტეტში არიან. და წერდნენ, რომ ვერ გამოვდივართ გარეთ, იმიტომ რომ გვეშინია არ ვიცით შიგნით შეგვიშვებენ თუ არაო. უნივერსიტეტში რომელიც არის, რავი, თავისუფლების და მომავლის და განვითარების არ ვიცი, საწინდარი, ხო? მოკლედ, ხო, არ ვიცი, ეს მომიტევეთ თუ ემოციური იყო, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ ეს გამეზიარებინა, იმიტომ რომ ხო, დღევანდელი ჩვენი ყოველდღიურობა ასეთია დღეს და მე ძალიან მინდა და მჯერა იმისი, რომ ეს აუცილებლად შეიცვლება. ჩვენ ახლა უნდა გავიდეთ რამდენიმე წუთიან სარეკლამო ჭრაზე და ძალიან მალე დავბრუნდებით. სტუდიაში გვეყოლებიან უნივერსიტეტის პროფესორი მასწავლებლები და ვისაუბრებთ იმ განცხადებაზე, რაც დღეს ლექტორებმა გააკეთეს სტუდენტების და მთლიანი პროცესის გვერდში დასადგომად და ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გელოდებათ, ასე რომ დარჩით ჩვენთან. დროებით.
როგორც დაგპირდით, დავბრუნდით და დავბრუნდით უკვე სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ერთად. მე წარვადგენ ჩვენ სტუმრებს გიორგი ჭეიშვილი, ანთროპოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი და ირაკლი ფიფია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მოგესალმებით მეგობრებო. დიდი მადლობა რომ ასე გვიან გამონახეთ დრო და ჩვენთან მოხვედით სტუმრად, თუმცა ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და მადლობა მოწვევისთვის. რამეზე უნდა ვისაუბროთ. ოღონდ აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ აი რა მაგარი ის არის წარდგენა რამდენი მეფე რამთა და კახთა აკლი ერთ-ერთი და ეს ქონდა შანსი რომ მეცნიერი გამხდარ ვიყავი ახლა უბრალოდ ტელეწამყვანი ვარ უბრალოდ ხო და მეცნიერებათა დოქტორი და ეგეთ მეც მინდა კაი საქმეზე გადავიდეთ ნამდვილად დღეს ვნახეთ ჩვენმა მაყურებელმაც ნახა არ ვიცი შეიძლება ყველა მაგრამ მოკლედ რაღაც ერთიანი განცხადება გაკეთდა და არის ძალიან ბევრი პროფესორი, ლექტორი თუ მასწავლებელი ხელმომწერი ამ განცხადებას რაც ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ახლა იმ სტუდენტებს გადამწყვეტად ჭირდებათ გვერდში დგომა და მე ვფიქრობ რომ იმისთვის რომ ეს სტუდენტური მოძრაობა კიდევ უფრო გაფართოვდეს და მძლავრი გახდეს სტუდენტებისთვის პროფესორების და მასწავლებლების და ლექტორების ასეთი გვერდში დგომა კიდევ უფრო მეტ სითამამეს მიცემთ რაღაც ნაწილს შესაძლებელია. მოკლედ ჩვენს მაყურებელსაც რომ უფრო დეტალურად ვესაუბროთ, ანუ განცხადების შინაარსი რა არის და თუ აქვს რამე მოთხოვნები, რომ უფრო დეტალურად რომ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის. დიახ, აბსოლუტურად სპონტანურად შეიკრიბა ბოლო მონაცემებით როცა ვნახე ხელმოწერისთვის კიდე ღია დოკუმენტი, მაგრამ ბოლოს რომ ვნახე, იყო დაახლოებით 600 ადამიანი, 600 მეცნიერი და ეს რიცხვი იზრდება კიდე და წუხელღამე მოხდა და ამ საერთოდ იდეის ჩამოყალიბება და დღეს უკვე მზად იყო ტექსტი. ტექსტში საუბარია იმაზე, რომ ჩვენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში დასაქმებული მეცნიერები ვგმობთ იმ ფაქტს, რაც მოხდა. როცა სხვადასხვა დონეზე ერთის მხრივ ის რომ აქცია დაიშალა ესეც ძალადობრივი მეთოდებით, მეორე ის რომ ისეთი რამ მოხდა, რაც აქამდე ფაქტიურად არ მომხდარა, ადამიანები რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდს მოესწრენ, ისინიც კი ამბობენ რომ უნივერსიტეტში 80-იან წლებში როცა სახალხო ეროვნული მოძრაობა იყო თუ შეასწრებდი უნივერსიტეტის ეზოში, ეს ნიშნავდა, რომ გადარჩენილიყავი აღარ მოყვებოდა ომონი იქნებოდა თუ რუსეშარი თუ ვინც ხო? სამშვიდობოს იყავი გასული. ფაქტიურად როგორც ეკლესიისთვის თავი შეფარება რაღაც გავსი იყო. ტაძარია, ამიტომ. ხო. რაც ვისი აბსოლუტური საწინააღმდეგო კადრები ვნახეთ, როცა უნივერსიტეტის შენობიდან გამოვარდა უამრავი შავებში ჩასმული პოლიციელი და გარეთ მდგომ სტუდენტებს, ან ფაქტიურად როლები იყო გაცვლილი სტუდენტი შეგნით უნდა ყოფილიყო და საერთოდ რატო უნდა ყოფილიყო პოლიცია, მაგრამ პოლიცია გარეთ როლები იყო აბსოლუტურად შეცვლილი. მოკლედ აი ამ ყველაფერზე გავამახვილეთ ყურადღება, მოთხოვნებს რაც შეეხება საუბარია ჩვენ განცხადებაში იმაზე, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და დაეკისროს უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას და ასევე აკადემიურ საბჭოს, რომელიც არის უნივერსიტეტის მმართველი ორგანო, ეს არის ორგანო, რომელიც ირჩევს რექტორს და ასევე პასუხისმგებელი არის საერთოდ უნივერსიტეტზე. იმის გამო, რომ ხელმომწერები არ იყვნენ მხოლოდ თსეუს პროფესორ მასწავლებლები, თავი შევიკავეთ იმისგან, რომ პირდაპირ გადადგომა ამ წერილში მოგვეთხოვა, მაგრამ როგორც იცით, სტუდენტებს აქვთ უკვე გახმოვანებული მსგავსი მოთხოვნები. ნამდვილად და ირაკლისა მინდა გადავიდე შეკითხვით, რამდენად არის და რამდენად იგრძნობა ეს ერთიანობა, ხა მე არ ვიცი 600 მეცნიერი და პროფესორი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი ციფრია და ისე ზოგადად რა განწყობები არის ამაზე თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ. განწყობები პირველი არის ის რომ ძალიან მოტივირებულები ვართ, ძალიან მონდომებულები ვართ და მეცნიერ თანამშრომლები გრძნობთ ჩვენს ვალდებულებას გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია სტუდენტებთან მიმართებაში. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც აუდიტორიაში შევდივართ, მაშინ ჩვენ წარმოვადგენთ უნივერსიტეტების სახეს, ჩვენ წარმოვადგენთ მეცნიერების პოზიციას. ჩვენ იქ ვეხმარებით სტუდენტებს, რომ ისინიც გახდნენ ჩვენი ნაწილი. და ჩვენ თუ უბრალოდ გავჩუმდებით ასეთ მძიმე
ფაქტზე იქ რაღაცნაირად გეკარგება თითქოს მორალური უფლება, მე შეხვიდე და სტუდენტს ესაუბრო ლოგიკაზე, ესაუბრო ისტორიის სწორად გაანალიზებაზე, მოქალაქეობაზე, ღირებულებებზე, კულტურაზე და ასე შემდეგ. და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიგრძენით პასუხისგებლობა და აი მართლაც როგორც გიორგიმ თქვა, წუხელ მოხდა ამის მობილიზება და უცებ შეიკრიბა ძალიან ბევრი პროფესორ მასწავლებელი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, თბილისიდან და მის მიღმაც, ხო? და ყველა მზად ვიყავით, ყველანი მაქსიმალურად ვცდილობდით ჩვენი ცოდნა მიგვეცა ამ ჯგუფისთვის, რომ მაქსიმალურად სწორად ჩამოყალიბებულიყო მოთხოვნებით, სწორად ჩამოყალიბებულიყო წინადადებები, რომ რეალიზება მომხდარიყო ამ ყველაფრის. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან სწორად შევთავაზოთ საზოგადოებას, უნივერსიტეტსაც რომ გვერდში ვუდგავართ, სტუდენტებსაც რომ გვერდში ვუდგავართ და ერთმანეთსაც. იმიტომ რომ ჩვენ მართლაც რაღაცა ეტაპზე გვჭირდება ხოლმე იმის აღიარება თუ კიდევ ერთხელ გამეორება, რომ ჩვენიც არის ეს ქვეყანა და ერთად უნდა ავაშენოთ, შევქმნათ ხვალინდელი დღე სტუდენტებთან ერთად, ლექტორებთან, პროფესორ მასწავლებლებთან ერთად და სწორედ ამის ერთ-ერთი ნაბიჯია დღევანდელი განცხადება. გიორგი, რამდენად შეიძლება პარალელები გავავლოთ თქვა რუსეთთან და ზოგადად არა მარტო რუსეთის, მაგრამ იქიდან გამომდინარე ჩვენთვის ყველაზე აქტუალური ალბათ მხრივ რუსეთია, ვინც ჩვენ პრობლემებს გვიქმნიდა. შეიძლება თუ არა გავიხსენოთ თუნდაც უახლოესი ისტორია რუსეთის, თუ წარსულში შეიძლება, მაგრამ უახლოესი რუსეთის ისტორია, სადაც დაახლოებით ამდაგვარი რეპრესიებია, ხო, იქაც თქვათ და იგივე წერტილოვანი დარტყმებია, თქვათ, რაც იქ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ხელისუფლების არხზე, მაგალითად, ან სახელისუფლებო არხზე, იმედზე, ანუ გადის დაახლოებით ბადეც კი თითქმის იგივეა და რეალურად ძალიან ბევრი მესიჯ ბოქსი პირდაპირ ერთ-ერთი შემთხვევა თქვა რუსულ მესიჯ ბოქსთან. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ შეიძლება თუ არა ამ ხრივაც გავავლოთ პარალელები და ასევე თქვა ის საშიშროებები რახან რუსულ პარალელებს ხედავთ, ამავე დროს იმაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რა შეიძლება მოყვეს აი ამ პარალელებს შემოგვიჩნდა და მომავალში. კი, ძალიან დიდი მადლობა კითხვისთვის, ნამდვილად ძალიან სწორი კითხვა. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე, რომ ადამიანები ლაპარაკობენ რუსულ რეჟიმზე, პარალელებს ავლებენ რუსეთთან, რაც გაუფასურდა თითქოს, მაგრამ ზუსტად არა მარტო რუსული, ეს არის რუსული მოდელი, რომელიც აი იგივენაირ ავტოკრატიულ ქვეყნებში, რომლის გზასაც მაგალითად ეხა ორბანის უნგრეთი ადგას და რომელსაც იგივე იმედი თავის მაყურებელს წარუდგენს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას თითქოს მოწინავე დემოკრატია იყოს უნგრეთი, ზუსტად იგივე ნაბიჯებს ვხედავთ. აბსოლუტურად იწყება დარტყმა სამოქალაქო საზოგადოებაზე, შემდეგი არის მეცნიერება და ძირითადად სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სადაც საზოგადოებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებები ისწავლება, ზუსტად ეს არის უნივერსიტეტის ფუნქცია. და კიდევ ერთი პარალელი, რასაც გავავლებდი, არის ზუსტად ის, რომ მაგალითად შედარებით უფრო კონსერვატიული და მსგავსი შეხედულებების მქონე რამდენიმე ლექტორისგან შეიძლება გაიგოთ და მოისმინოთ და არა მარტო ლექტორისგან, რომ უნივერსიტეტი არის სწავლის სივრცე და პოლიტიკა უნდა გაემიჯნოს უნივერსიტეტი და პოლიტიკა საერთოდ არ უნდა იყოს უნივერსიტეტის კედლებში, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ასეთი უნივერსიტეტი არ უნდა არსებობდეს არსად. უნივერსიტეტი არის აი ნებისმიერ დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც სწორედ ხდება იმაზე საუბარი, რა არის სწორი საზოგადოებაში, სად გვაქვს პრობლემა, სად არ გვაქვს პრობლემა. ასევე ეს არიან სტუდენტები, არიან ადამიანები, რომლებიც ასე თუ ისე რადიკალურები უნდა იყვნენ კიდეც. ყველა შემთხვევაში. ჯერთ იმიტომ, რომ ასაკი აქვთ ასეთი. შემდეგ იმიტომ, რომ მაგალითად კითხულობენ ლიტერატურას, რომელიც აღაფრთოვანებს და უნდათ რომ აი ესეთი იყოს თავიანთი ქვეყანა, ხო? და უფრო უკეთესი ვიდრე არის, როგორიც არ უნდა იყოს იმ დროისთვის ის ქვეყანა. აბსოლუტურად. და ამაზე უნდა მიდიოდეს
უნივერსიტეტის კედლებში კამათიც და გარდა ამისა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორედ ეს ადამიანები გახდებიან მომავალში, შეიძლება ვიღაცა იქიდან პოლიტიკოსი გახდეს, შეიძლება იურისტი გახდეს, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე იყოს და რა ვიცი, აქედან გამომდინარე მთელი ეგ საუბრები იქნება თუ ცოდნის, რა თქმა უნდა, შემეცნების წყარო და შემდეგ დებატები, მსჯელობები, სხვადასხვა პროგრამები თქვა და ასე შემდეგ, სწორედ იმას ეხმარება, რომ როდესაც გამოვა იქიდან ადამიანი, უკვე როცა თანამდებობაზე მოხდება, არა გავლენების გამო იყოს იქ, რაღაცა კლანური გავლენების გამო, არამედ ისი ცოდნის და პროფესიონალიზმის გამო და აი მან უკვე მივიღებთ იმ საქართველოს, რომელზეც ძალიან ხშირად ყველა ნატრულობთ ხოლმე. ერთსაც დავამატებ, თუ აბსოლუტურად გეთანხმებით. და აი ეს მოდელი, რომელსაც აი ესეთი ხალხი გვთავაზობს, ხო, უნივერსიტეტი პოლიტიკის გარეშე და ჯერთი რა უნდა ისწავლო პოლიტიკის გარეშე უნივერსიტეტში, მე არ ვიცი, როცა როგორც ილუსტრovat ახსენე, როცა ზრდით ამ ხალხს, ვინც ზუსტად პოლიტიკა და სოციალური ცხოვრება უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის, რატო უნდა ავირიდოთ, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ეს არის მოდელი, რომელიც რუსეთში არის. ეხლა ჩემ კოლეგებთან ერთად გვაქვს ერთი პროექტი უკრაინის ომის შემდეგ რუსულ მიგრაციაზე და როცა ვესაუბრებით რუს აქტივისტებს, რომლებიც საქართველოს ჩამოვიდნენ იმის გამო, რომ იქ აღარ დაედგომებოდა თუ უბრალოდ ზუსტად ამას ამბობენ, რომ ერთ-ერთი რასაც მათგან მოითხოვდა საზოგადოება და რაც ძალიან ნორმალურია რუს საზოგადოებაში არის ეს დამოკიდებულება, რაც ალბათ თქვენ შეგიმჩნევთ რუსებზე, რომ პოლიტიკაში არ ვერევი, მაგალითად თუ კითხავ რომ აფხაზეთზე რას ფიქრობ, მე პოლიტიკაში არ ვერევი. ანუ აი ესეთი საზოგადოების მიღება უნდათ ჩვენგან, ესეთი უნივერსიტეტი. სადაც აპოლიტიკურობა იქნება გარკვეული იმუნიტეტი იმისი, რომ რაიმე პრობლემა არ შეგეძლო. ეგ არის პრობლემა. ხო, ნუ რეალურად აი თვითონ ეს ფაქტი როგორც ახსენეთ, რომ აი რაღაცა გაიმიჯნოს და არ გვინდა, რაღაცა თითქოს მცდელობა არის, თითქოს ანონსი არის, ტრეილერივით არის, როგორი უნდა ხელისუფლებას, რომ ეს მომავალი იყოს რეალურად, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი ქვეყნის მომავალს ეუბნება, რომ არა. შენ ამ მიმართულებით არ უნდა განვითარდე, შენ ამ მიმართულებით არც არაფერი უნდა იკვლიო, არც პროტესტი გამოთქვა, უნდა დაიბლაგვო აზროვნება. აი, სადამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს? ანუ ეს არის ჩვეულებრივად, ხა რომ მეცნიერული კუთხით რო შევხედოთ, ავტორიტარულიდან ტოტალიტარული სახელმწიფოს მშენებლობის საფეხურებს გავდივართ. უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა თქვათ, როგორც საზოგადოება ვეთანხმებით და მივყვებით ამჟამინდელ სახელისუფლებო გუნდს თუ არ მივყვებით, ხო? დღესდღეობით მუხტი არის საპროტესტო და ვამბობთ, რომ არა, ჩვენ ეს არ გვაწყობს, ჩვენ გვინდა დემოკრატიული პროცესები. თუმცა თუ უბრალოდ გავჩუმდით და თუ გადავყლაპეთ, ეს არის ზუსტად ავტორიტარიზმისკენ და მერე უკვე ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი გზა. აქ არის ჯერ პირველ ეტაპზე მოთაფლა, სადღაც დამონათება, ვიღაცის შანტაჟება, ვიღაცის მიჩუმება, ვიღაცის ჩაჩოჩება გვერდით. უნივერსიტეტში, რავი, ბევრი გვინახავს. ამ უნივერსიტეტს მართლა ბევრი რამ მეახსოვს. ახსოვს ისიც, რომ ივანე ჯავახიშვილს აუდიტორიაში ლექციაზე შეუყვანეს ვირი. ანუ ახსოვს ისიც, რომ ამ უნივერსიტეტს სახელად, უბრალოდ სახელობის გახდა იოსებ სტალინის სახელობის. ანუ ივანე ჯავახიშვილის კი არა და ზუსტად აი ამას რომ ვუყურებდი ამ პროცესებს, ხო, როგორ გამორბოდა იქიდან სპეცრაზმი თუ პოლიციელები თუ ვინც არიან, ვფიქრობდი, რომ ეს არ არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ეს არის იოსებ ბესარიონის და ჯუხაშვილის სახელობის უნივერსიტეტი და იქიდან გამორბიან სპეცრაზმი და იქიდან არბევენ. იმიტომ რომ ეს ქმედება არ ჯდება დემოკრატიული საზოგადოებების ფორმატში, ეს ჯდება კლანური მმართველობის ფორმატში და ნუ ზუსტად არსებობს რა, ეხლა განსხვავება მეცნიერულ დონეზე, განსხვავება კლანსა და დემოკრატიას შორის და ერთ-ერთი კლანის მმართველობის სისტემაა, როდესაც ენდობი და ერთგული ხარ კლანის და კლანი გადაგარჩენს. დემოკრატიის დროს ერთგული ხარ ინსტიტუტების, დემოკრატიული ინსტიტუტების და სანამ სიმართლეს ამბობ, სანამ მართალი ხარ, სწორად აზროვნებ, სწორად იცავ საკუთარ პოზიციას, ინსტიტუტი გადაგარჩენს. ჩვენ ეხლა ზუსტად მივდივართ კლანური მმართველობის გაფორმებისკენ და შემდეგ უკვე კლანური მმართველობის გაფორმებას მოყვება სიმართლე, ანუ მედიების, თავისუფალი მედიების გაჩუმება, ზუსტად კანონიც
ამისთვისაა, ხო? რომელიც ჯერჯერობით ისე ჩუმათაა მიყუჩებულია, თორე როგორც კი ეს თემა, ასე ვთქვათ, რომ გადავყლაპოთ, შემდგომ უკვე ამოყოფს თავს კანონის ამოქმედება, რომ უნდა გაჩუმდნენ, უпростоრად უნდა დაისაჯონ ის ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ღებულობენ დაფინანსებას, ან უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციებში არიან. ჩვენ ყველას გვახსოვს როგორ ვითარდებოდა რუსეთში ეს მდგომარეობა, ხო? 2012 წელს ჩვენნაირი იყო ეს კანონი და დღეს ფიზიკურ პირებზე ვრცელდება კანონი. იმიტომ რომ თუ უბრალოდ არ მოეწონეს სისტემა კლაპავს. ხო, პირადი ცხოვრების კონტროლიც კი. ხო, პირადი ცხოვრების კონტროლი, ანუ ეს მუხლი გაცილებით გაჩქარებულად შევიტანეთ. რა. ხო. ისე საინტერესო არის რა, აი რაღაც აქამდე რომ მოვედით ეს ეხლა მიუხედავად რომ რაღაც პროცესი მიდის, მაინც რაღაც შედეგიც არის. ანუ გულისხმობ რას, რომ ანუ რაღაცა მოცემულობა უკვე რომელსაც შეგვიძლია უწოდოთ რაღაცა გარკვეული პროცესების შედეგი. ხო, სადაც ვართ, თუმცა უკვე თან პროცესიც მერე მიდისა რა და რაღაც ახალი მოცემულობები იქნება, მაგრამ აი ამ შედეგამდე ეხლა სადაც ვართ. მანამდე რა სიმპტომები იყო ხელისუფლებისგან და ხელისუფლება როგორ მართავდა უნივერსიტეტებს, ანუ როგორ მიდიოდა აქეთკენ, ანუ ხრწნისკენ რეალურად და რა სიმპტომები იყო ისეთი, რომელზეც შეიძლება ახლა ვისაუბროთ, რომ აი იმ სიმპტომებზე რა ყოფილიყო რეაგირება, შეიძლება გარკვეულწილად რაღაც გარკვეული საკითხების პრევენცია მაინც მომხდარიყო ან მინიმალიზება თუ შეიძლება და ყველაფრის თუ თქვათ ამასაც აზრი არ ქონდა, ეს მაინტერესებს. ძალიან კარგი კითხვაა. პრობლემა ის არის, რომ უნივერსიტეტის პრობლემა და როცა ვამბობ უნივერსიტეტის, გულისხმობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არ მოგვარებულა. ფაქტიურად იმის მიუხედავად, რომ უამრავმა ადამიანმა ძალიან დიდი შრომა ჩადო, რომ დიდი მოდერნიზაცია მომხდარიყო ამ უნივერსიტეტს და იმის მიუხედავად, რომ ეს მართლა არის საქართველოში ყველაზე დიდი ინტელექტუალური კაპიტალის მქონე უნივერსიტეტი, ყველა დაკავშირებული ვართ. გუშინ ზუსტად აი ამ ვის აქვს უფლება პროტესტის გამოთქმის, ამაზე რომ საუბრობდით, ყველას აქვს საქართველოში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვართ თითოეული თქვენთაგანი ან ოჯახით, ან თვითონ საკუთარი განათლებით, ყველა დაკავშირებულია თესეოსთან, ხო? შესაბამისად, ძალიან კომფორტულად იყენებდნენ ამას ყველა ხელისუფლება და განსაკუთრებით ეს ხელისუფლება. ფაქტიურად ჩახშობა პროტესტის ამ უნივერსიტეტში არ ხდება. 1978 წელსაც კი გაგანია კომუნისტების დროს ამ უნივერსიტეტში იყო პროტესტი, ხო და აქედან დაიწყო ასევე ეროვნული მოძრაობის დროს. შესაბამისად, ამის სრული ჩახშობა არ არის შესაძლებელი, მაგრამ ყველაზე დიდი წნეხი მთელ საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის არის, რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, სადაც არის აკადემიური პერსონალი, რომელიც მართლა ცდილობს, მართლა მუშაობს, მაგრამ არის ეს ადმინისტრაციული ზეწოლა, რომელიც აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის, რომ მოდერნიზაცია ისე მოხდეს, როგორც რის რესურსი სინამდვილეში არის. კი, ნამდვილად კატასტროფული ვითარება არის და ძალიან სევდიანია რა, როგორც ახსენეთ, რომ მთელი ისტორიის მანძილზე თავის ბიოგრაფია აქვს ამ უნივერსიტეტს და ძალიან ბევრი რამ აქვს გამოვლილი და მართლა შემზარავი გასააზრებელია ეს ყველაფერი, რომ ამდენი ვიარეთ, აქამდე მოვედით და დღეს მივიღეთ ეს. და თან აი ამ მართლა წარმოუდგენლად ძალიან მაგარი თაობის თავს ხდება ეს რაღაც ძალიან შემზარავი რამ და ვფიქრობ, ხო, თავიდან ბოლომდე ჩვენი მათი მშობლების და უფროსი ადამიანების და თაობის პასუხისმგებლობა არის, რომ აქედან დავიხსნათ ეს ახალგაზრდები და ეს სტუდენტები. სამწუხაროდ დრო უკვე გვეწურებათ, თქვათ, გააქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა, თქვათ, თქვენი ეს განცხადება, რამე მოძრაობა, რას მოიცავს და რამე გეგმები თუ გაქვთ და მოთხოვნები, რამე ესეთი კონკრეტული მოთხოვნები თუ გაქვთ, ესეც რომ გაგვაცნოთ. მოთხოვნები ამ შემთხვევაში არის ძალიან მკვეთრი, ერთი, რომ ჩვენ ვითხოვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, თუ აკადემიური საბჭოსგან იმის განმარტებას რა მოხდა. იმიტომ რომ რეალურად ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უნდა ახსნას ეს ფაქტი,
აქ ერთი ძალიან ირონიული რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ, რომ წინა რექტორის დროს მოხდა უნივერსიტეტის ასე ვთქვათ, უნივერსიტეტთან მოლაპარაკებებით და ასე შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაში ერთი ცვლილების შეტანა. ეს იყო მუხლი 27-ე, სადაც საუბარია იმაზე, რომ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა არის ხელშეუხებელი. ამავე ან 2018 წელია. ამავე ხელისუფლების პირობებში მოხდა და უნივერსიტეტის ავტონომიურობაც დაირღვა და უნივერსიტეტი პლაცდარმად გამოიყენა ეს ანუ ეს უნდა ხო აკადემიურმა საბჭომ უნდა ახსნას რა მოხდა და უნდა მოსთხოვოს პასუხი შემთხვევაში ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ რატომ გაბედეს მათ იმიტომ რომ ეხლა მოეთხოვა უბრალოდ აქამდე წესით უნდა მოეთხოვა მაგრამ ანუ საუბარი რაზე არის იცით რომ ეხლა აი ტელევიზიებით და რაღაცებით გავრცელდა ეს ინფორმაცია თითქოს რომ უნივერსიტეტი ამაში არ ღებულობდა მონაწილეობას და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება შეანგრიეს და გამოიყენეს პლაცდარმად ესეც რომ ყოფილიყო მაშინ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ვალდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსთხოვოს პასუხი და შინაგან საქმეთა მინისტრს მოსთხოვოს გადადგომა. და თუ ამას ვერ მოითხოვს, მაშინ ასეთ შემთხვევაში მონაწილე გამოდიხარ, ანუ ლოგიკურად რა, მეცნიერები ვართ, ლოგიკაზე ვსაუბრობთ, კითხაობას ვერ ვიზამთ, ხო? და ამის გარდა მე როგორც ვიცი გავრცელდა ინფორმაცია რომ ჯაბა სამუშიასთან ითხოვენ სტუდენტების შეხვედრას და მან თქვა რომ შეგხვდებითო და არ ხვდება და როგორც გავიგე სტუდენტების მოთხოვნა არის რომ ჟურნალისტებთან ერთად მოხდეს შეხვედრა და ის არ ხვდება. ესეც პირდაპირ მეტყოლებს იმაზე რატო არ აკეთებს ამას. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მე ხა გვერდიდან რასაც ვხედავ, უბრალოდ გარედან რასაც ვუყურებ, ხდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია რომ შეცდომა დაუშვეს ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ამას ვერ დაივიწყეს უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში შევა. უნივერსიტეტის როგორც ლაქა, რა თქმა უნდა. და ეხლა ცდილობენ აქედან მაქსიმალურად მშრალად ამოძრომას, მაგრამ ნუ ახლა რაც არ გამოდის. ზიანი მიყენებულია როგორც სიტყვიან და თან ხო ეს ამის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამე რომ ეს თუ შეცდომა დაუშვეს შეიძლება ამ შემთხვევაში ორივე შემთხვევაში ანუ მცირე მონაკვეთშიც და დიდი სურათის ამბავშიც ასევე კიდე ძალიან მნიშვნელოვანია და მე დასაწყისში ვსაუბრობდი რომ Facebook-ზე გავაშერე მეთქი ერთ-ერთი სტუდენტი გოგონას ძალიან ისეთი ემოციური მიმართვა და როტიროდა მეთქი და ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლება უპირისპირდება საკუთარ ახალგაზრდობას. მე მესმის რომ ახალგაზრდობაში ყველა ერთნაირად არ ფიქრობს და მესმის რომ ყველა ოპოზიციურად ესეთი რაღაცა უმრავლესობით აბსოლუტურით არ არის, ხო? მაგრამ დიდი უმრავლესობა არ იმსახურებს იმას, როგორც აქამდე მას ხელისუფლება ექცეოდა და ასევე აი ესეთი რაღაცნაირი ეს არ არის თაობათა ბრძოლები, ბევრად უფრო არაჯანსაღი და უფრო რაღაცა ტოქსიკური სიტუაცია და ამ შემთხვევაში მე არ მახსენდება კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება საკუთარ ახალგაზრდობას ებრძვის და არ აქვს მნიშვნელობა თქვათ, ქვია ახლო მომავალში თუ შორეულ მომავალში მას პრობლემები არ შეექმნას. ანუ აი არ არსებობს ესეთი რამე, იმიტომ რომ ეს არის სამყაროს წინააღმდეგ წასვლა. ხო? ანუ ბუნებრივი კანონზომიერების ერთ დავამატებდი უბრალოდ რომ აი ზუსტად რაც ქვეყანაში ხდება, იგივე ხდება აი ამ მიკროგარემოში, რომელსაც თესე უქვია. ზუსტად ასევე აუტანლობა არის ადმინისტრაციის მხრიდან და გარკვეული სხვა პროფესორების მხრიდან განსხვავებული აზრის ის გოგონა რომელიც სტიროდა შეიძლება ყოფილიყო უმრავლესობაში კი არა საერთოდ უმცირესობაში მაგრამ რატომღაც ამ მთავრობას და უნივერსიტეტშიც არის ასეთი არაჯანსაღი განწყობა რომ შეუძლებელი არის უბრალოდ არავის არ აინტერესებს განსხვავებული აზრის ატანა, იმიტომ რომ განსაგებია წეღანად საუბრობდით, რომ საკუთარი უსაფრთხოებისთვის იბრძვიან, ხო? მე მგონია, რომ აი ეს ბრძოლა, რაც ახლა უნივერსიტეტში მიდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წეღან საუბრობდით სიმპტომებზე ავტოკრატიული ქვეყნების მშენებლობის და უნივერსიტეტში რაღაცა დონის
აკადემიური თავისუფლება თუ დაგვრჩება, იმედი მაინც გვექნება, რომ ამ მთავრობამ თავზე თუ დაგვამხო ყველაფერი, მომავალში მაინც რაღაც ის იმედი იქნება, რომ ის ნაპერწკალი არის იქ, რომელიც შეიძლება გაღვივდეს და გამოიწვიოს პროტესტი მომავალში. ნამდვილად. ამიტომ ძალიან ყველამ აუცილებლად. კი, ნამდვილად და მეც ამიტომაც სწორედ ძალიან ჩემთვის ძალიან იმედის მომცემი და მამოტივირებელი იყო, როდესაც დავინახე დღეს ეს განცხადება, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რა რეალური ძალა და მომავალი მანდარი და ეგ არის ახლა აი ის ნაპერწკალი მანდ უნდა გაღვივდეს აუცილებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სტუდენტებმა, რომლებმაც დღეს ამ განცხადების დროს თავიანთი მასწავლებლები და ლექტორები ნახეს, მათ ისინი ისეთი ამაყები იქნებიან, ამით მე რო სტუდენტი ვყოფილიყავი, ეხა ამ სიტუაციაში და ეს მენახა ბევრად მეტი ძალა მექნებოდა და ბევრად უფრო თამამი ვიქნებოდი ამ ბრძოლისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით თქვენთვისაც ალბათ საამაყო საყურებელია, როდესაც თქვენი სტუდენტები ასეთი თამამები და მამაცები არიან და ერთად ყოფნით ხო აუცილებლად ყველაფერს შევძლებთ და ჩვენი მხარდაჭერა სტუდენტებს და მადლობა მათ ამისთვის. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ კი რამდენიმე წუთიან სარეკლამო ჭრაზე უნდა გავიდეთ და ძალიან მალე დავბრუნდებით. დროებით. დაპირაბისამებრ დაგიბრუნდით და ტრადიციულად უკვე კოკაკოლას ბარიდან და მე წავუღებ ახლა ჩვენ სტუმრებს, რომელსაც ეკა წარადგენს და ძალიან საინტერესო და ძალიან საყვარელი სტუმრები ყავს, ამას თქვენ თვითონ ახავთ, მაგრამ მანამდე მე წავიღებ წყალს, მე თვითონ გადაუწყვიტავ, ერთხელ მე თვითონ უნდა გადაუწყვიტო და არ უნდა ვკითხო რა უნდათ. აი, ესე მრავალფეროვნად წავალ. ეკა ძალიან დიდი მადლობა და მართლა ესეთი საამაყო და ჩვენი იმედი გვყავს დღეს სტუდიაში. ჩვენი სტუმრები დღეს არიან ჯიმი ნიჟარაძე, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი და თამთა ლომიძე, თესეოს ეკონომიკა. ესე ფიცერია. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და გარდა ამისა რომ ამ შუაღამეს ენერგია გამონახეთ და ჩვენთან მოხვედით, დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ ეს გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ არა ჩვენ ვერაფერს ვერ შევძლებდით და მოდით თამთა თქვენგან დავიწყოთ. ამაზე უკვე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე ამას ხაზი გაესვას და კიდევ უფრო სიღრმისეულად ვიფიქროთ ამაზე და ვისაუბროთ და კარგად ვაჩვენოთ ჩვენ მაყურებელს, იმიტომ რომ ამაზე მნიშვნელოვანი დღეს მე არაფერი მგონია, რომ იყოს რატომ არის ახალგაზრდების პროტესტი ესეთი მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ყოველთვის და როგორც კი ახალგაზრდები რაღაცის გაპროტესტებას იწყებენ, იმ წუთშივე იცვლება სტატუს quo, იმ წუთშივე რაღაც ახალი ხდება. აი, მაგალითად მე რო პირველად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ვიდეო ვნახე, 3 ადამიანი დერეფანში რომ მიდიოდნენ უნივერსიტეტში და გამოთქვამდნენ თავიანთ პროტესტს, ჩემთვის ეს რაღაცნაირი საყურებელი იყო, რა, რომ ხედავ რომ ახალგაზრდა ადამიანი იბრძვის, რაღაც სხვა ხდება თითქოს რა და თქვენი აზრით რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი? ველში დავიწყებ იმით, რომ ძალიან დიდი მადლობა ბათუმის სტუდენტებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად იმათმა მოგცეს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებს ძალა, რომ დღეს ის გავაკეთებინათ, რასაც ვაკეთებთ. სტუდენტების პროტესტი, ზოგადად ახალგაზრდების პროტესტი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მომავალი ძალა ამ ქვეყნის და შესაბამისად ჩვენი ესე ვთქვათ აზრი, გადაწყვეტილებები ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. ყოველთვის დღის წესრიგს განსაზღვრავთ ჩვენ. იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც სტუდენტები არ არიან მნიშვნელოვნები. ყველა ფერი წარმავალია ამ ქვეყანაში და ახალგაზრდები ჩვენს გადავინაცვლოთ შემდეგ ასაკიან ადამიანებში და ჩვენი მომავალი თაობა იქნება ის ადამიანები, ვინც წარმათავენ პროცესებში. ამასაც ყოველთვის ეშინია მთავრობას ახალგაზრდების, მათ მეტი ძალა აქვთ, მეტი შემართება, უფრო შეუპოვრები არიან, უფრო დაუღლელები. ხა ამდენი დღე გავათენეთ თესელს წინ და კიდევ გქონდა იმის ძალა, რომ გავჩერებულიყავით დღეს და გავჩერებულიყავით, ვიქნებოდით. მაინც, იმიტომ რომ ეს ჟინი გვაქვს, ძალა გვაქვს და შეუპოვრობა იმის, რომ არ დავთხოვთ ჩვენ მომავალს, რომელიც ევროპაში მიდის რეალურად. კი, ნამდვილად და ჯიმი, შენც მინდა გკითხო, რატომ საიდან მოდის ეს შეუპოვრობა და რა არის შენთვის ის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რის გამოც ართმობ და რის გამოც მართლა რეალურად დღეს საქართველოში სტუდენტები აბსოლუტურად ყველაფერზე ვაბანკ არიან წასულები, ის ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ და ჩემი აზრით მე ასეთი განცდა მაქვს და ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენ ქვეყანაში, რომ ანუ რავი, ქვეყნის გადარჩენას ცდილობთ დღეს თქვენ. აი, საიდან მოდის ეს, რატომ არის შენთვის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? მადლობა, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ალბათ ეს мотиваცია და ეს ჟინი, რომელიც ჩვენ გვაქვს თითოეულ ჩვენ სტუდენტს, საქართველოს სტუდენტს, ალბათ იმ წარსულიდან, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ ყველამ ერთად, ხო, ჩვენ უყურებდით, ვიზდებოდით რეალურად.
ყველაფრის კითხვაში, ყურებაში თუ როგორ იქცეოდნენ ჩვენამდე სტუდენტები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და ამის ერთ-ერთი კერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, ხო? მე მაგალითად მახსოვს ბავშვობაში რო უყურებდი ხოლმე მერაბ კოსტავას გამოსვლებს, ვიად გამსახურდიას გამოსვლებს და იმ ადამიანების გამოსვლებს, რომლებიც ებრძოდნენ საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემას და აი ამ სტუდენტური ჟინით, იმდროინდელი სტუდენტური ჟინით ამარცხებდნენ აი იმ შეუპოვა რაღაცა რკინის ფარდას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხო? და აი ეს ყველაფერი, აი ეს წარსული, რომელიც ჩვენ გავიარეთ და დღემდე ამას გავდივართ, ხო, რაღაც ეტაპებს გავდივართ, ხო, აი ეს мотиваციას გვაძლევს, რომ ვიბრძოლოთ და ამ ბრძოლას ყოველთვის ექნება აზრი, იმიტომ რომ თუ წარსულში ქონდა ამას აზრი, წარსულში გამოიყო რაღაც შედეგები, მომავალშიც აუცილებლად გამოიღებს შედეგებს. ბატონო, კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ვამბობდი და თქვენს თქვით, რომ ხო ახალგაზრდების ყველა სეშინი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიუხედავად დაშვებული შეცდომების, ესეც გარკვეულად მათთვისაც არ არის ადვილი ვითარება, რთული ვითარება ქართული ოცნებისთვისაც, იმიტომ რომ შეიძლება ეხლა ამ მოცემულობაში წარმატებას რაღაც გარკვეულ საკითხებში, ასე ვთქვათ, მიაღწიეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ ყველაფერი ძალიან მყიფეა და ბევრ კიდე პროცესებზეა დამოკიდებული და ძალიან რთულია ანუ რეალურად საკუთარ ახალგაზრდობასთან, თქვათ, ასე ვთქვათ, იყო ასეთ რეჟიმში ურთიერთობის, იმიტომ რომ მართლა რაც თქვი კიდევაც, რომ არაბუნებრივია ეს, ანუ სამყაროს კანონზე მიერებებს ეწინააღმდეგება, რომ თქვათ, მამის თაობა, შვილის თაობა შეიძლება ეკამათოს, მაგრამ რაღაც წითელი ზღვარი არსებობს, აი იმ ზღვარზე გადასვლა უკვე არის ძალიან ასეთი არაბუნებრივი საქციელი და ყოველთვის ძალიან ცუდის მომტანი, ასე ვთქვათ. თქვენთვის აი რო ავიღოთ ახლა ან ახალგაზრდები ხართ, ხო? რა იყო აქამდეც, ანუ ახლა აქამდე მოვიდოდით, აი პირველი ნიშნები და პირველი, თქვათ, მოვლენები, რომლის შემდეგაც თქვენ გაგიჩნდათ აი ესეთი მძაფრი პროტესტი. დღევანდელ, ანუ აი ეხლა ხო ვარ ამ მთავრობასთან დაკავშირებით 2019 წლიდან დაიწყო ჩემთვის პირადად პროტესტი. გავრილობის ღამე იყო წითელი ხაზი, სადაც ყველაფერი გადაკვეთეს, რის მერეც ალბათ ყველანი ჩემი ტოლები თითქმის მასმერევით გავართ ქუჩაში. შემდეგ იყო უკვე მარტის მოვლენები, აპრილის მოვლენები და აი უფრო გამოფხიზდა ახალგაზრდობა ამ პერიოდშია. მამდე თუ ლაპარაკობდნენ, რომ უფრო სუსტად იყვნენ და არ ჩანდნენ და რაღაცა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამოჩნდნენ, იმიტომ რომ ჩვენთვის არის ეს წითელი ხაზი. რუსეთი არ გვინდა, მთელი ბავშვობა სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც სწავლობდით იმას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ანუ გორიდან დაახლოებით 100 კილომეტრში დგას რუსის ჯარი. ამას ჩვენ ხედავთ, ვგრძნობთ, ვსწავლობთ და ეს წითელი ხაზებია, რომელსაც ყოველ ჯერზე კვეთავს ეს ხელისუფლება. ამის მერე გვიჩნდება ჩვენს პროტესტი, გამოვდივართ და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ძალებით, რომ ჩვენი თავი გამოვხატოთ, ყველანაირად ხა წინა აქციებზე იყო რა რაღაცა ჩვენი პატარა-პატარა პროტესტები გქონდა, პერფორმანსები, საკვავდით, მღეროდით, თამაშობდით და ეს ვცდილობთ, რომ გამოგვეხატათ ან ერთმანეთი აგვეყოლიებინა რაღაცნაირად და უფრო შემართებით ყოფილიყავით. დღეს უფრო ბევრად რთულად არის სიტუაცია და აღარ გვაქვს იმის სურვილი, რომ რაღაცა დიდად ვიხტუნავთ და ვიმღეროთ, უფრო ძლიერ პროტესტზე ვართ გადასულები. ნამდვილად და აბსოლუტურად სწორია. თუმცა ამ თქვენი მოთხოვნის მიუხედავად ჯაბა სამუშია დუმს. რატომ დუმს თქვენი აზრით და თუ დაარღვევს ამ დუმილს და წამოვა შეხვედრაზე თქვენთან მე ვიცი რომ სტუდენტების მოთხოვნა არის რომ ჟურნალისტებთან ერთად შეხვდეს ის და ის ამას არ აკეთებს რა იქნება თქვენი მთავარი მოთხოვნა მოდი ჯაბას ისტორია ცოტა ქრონოლოგიურად გავუყეთ თუ რა არის რეალურად ამ დუმილის მიზეზი ხო პლაცდარმი რაზეც დაშენდა ეს დუმილი რა ეს ადამიანი დღევანდელი ფსევდო რექტორი მოდი ესე მოვიხსენიოთ აირჩა ერთადერთი კანდიდატი იყო იმ არჩევნებში, რომელიც აირჩა, ხო? არჩევნები ჩატარდა ერთადერთი კანდიდატით. ამ ადამიანს აქვს ძალიან მიზერული ლეგიტიმაცია რეალურად თუ დაუფიქრდეთ. როდესაც ის მოვიდა უნივერსიტეტში პირველად, მახსოვს მე მაშინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, ყველას დაუარა, ყველას ხელი ჩამოართვა და დაიწყო ლაპარაკი, რომ აი მე ყველაფერს გავაკეთებ, მე თქვენთან ერთად ვიქნები და იგივე მისი ფოტოებს რომ ნახო სტუდენტებთან ერთად რო ფეხბურთს უყურებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აღმოჩნდა ფალსი. იმიტომ რომ ამ ადამიანს, ოდესაც ჩვენ ხვდებოდით რაღაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ახულ კალს მიღმა, ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ ეს ადამიანი რაღაცა გვატყუებდა, ან იწვევდა ჩვენში რაღაცა თრობის ეფექტს. აი ძალიან კარგი მუსლით მეზღაპრე გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ ოდესაც დახულ კარს მიღმა ხდებოდით,
ისე გველაპარაკებოდა ეს ადამიანი და ისე რაღაცებს ისე ალაგებდა, ამ ლოგიკას ალაგებდა, რომ არ ვიცი, აი ის მიზნები რაც ჰქონდა ხოლმე ხშირ შემთხვევაში გუნდოვანებებით ივსებოდა. დღეს რეალურად რო დავფიქრდეთ, ჩვენ არ ვითხოვთ რექტორთან შეხვედრას რა. რექტორი თვითონ უნდა მოვიდეს და ჩვენ უნდა დაგველაპარაკოს. თვითონ აქ რეალურად კითხვები. რაც შეეხება აი ამ პროტესტის ქრონოლოგიას, ძალიან მნიშვნელოვანია რომ განსაზღვროთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო ფაქტი. აი მე და თამთაც თესეუსთან ვათენებდით ხამეს ღია ცის ქვეშ, თესეუს კიბეებთან, ისტორიული შენობის პირდაპირ პანთეონში. მაშინ, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ათენებდნენ ღამეს უნივერსიტეტის შირით, გამოუყვეს მათ ერთ-ერთი აუდიტორიები და ამ აუდიტორიაში თან მეცადინეობდნენ, ზოგს ეძინა და ასე შემდეგ. ჩვენმა რექტორმა ფაქტობრივად გაგვიმეტა ყინვისთვის გარეთ, სიცივისთვის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აქედან იმ ადამიანებს, დაიტოვეს, დაიპოსტა რამდენჯერმე და ემიგრანტებიც კი საზღვარგარეთიდან ვოლტის და გლოვოს მეშვეობით გვიგზავნიდნენ პლედებს, გვიგზავნიდნენ რაღაც თერმოსით ჩაის, ყავას და ასე შემდეგ და ძალიან ემოციური მომენტი იყო აი თამთას დამეთანხმებად ყოველ 15 წუთში ერთხელ მოდიოდა გარკვეული ადამიანი და ამ ყველაფერს გვაწვდიდა და რეალურად რო დაუფიქრდეთ, ხო, ამ ადამიანმა ჩვენ თვალში დაკარგა ეს ლეგიტიმაცია, ეს ნდობა, ის ღირსება რაც ჰქონდა. გაგვიმეტა ფაქტობრივად, რომ გარეთ გაგვეთენებინა და ყველაზე საშინელება რაც შეიძლება წარმომედგინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარები ჩაგვიზარეს სტუდენტებს და გაუღეს მოძალადეებს. ჩვენ როდესაც ღამეს ვათენებდით და ვაპროტესტებდით, გაყინულები, დაღლილები, დაქანცულები, კონსპექტები დავდიოდით ბავშვები, რა ქვია, აქციებზე და ერთად მეცადინეობდით, ამ დროს გაუღო მოძალადეებს კარები, დაასვენა, ყავა დაალევინა, რაღაცა მოასვენა და ამ დაღლილ და დაქანცულ ბავშვებს მე მოგვიქცია, ესე რომ ვთქვათ, ეს მოსვენებული და დასვენებული გამთბარი პოლიციელები. ეს არის ტრაგედია. უნივერსიტეტში გამთბარი პოლიციელები, იმიტომ რომ თქვენივე აუდიტორია. ეს არის ჩვენი მეორე სახლი. ესე უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს, რომ ცოდნის ტაძარი ის ხო დღეს და თან ცოდნის ტაძარიც არის ამავე დროს. და ისე ერთი არის კიდე რომ აი თვითონ ლექტორები ეხა ძალიან ბევრმა ლექტორმა დააფიქსირა თავისი აზრი თქვა ეს სოციალური ქსელები ტელევიზია თუ ასე შემდეგ. ეს ადამიანის ხელმოწერა არის უკვე იმ კანონში. ხო, და აი მაინც როდესაც პირადად როცა ხვდებით ხოლმე თქვა ლექტორებს და შეხება გაქვთ რას ამბობენ ისინი, რას საუბრობენ, აი პირადად ხარდაჭერათ, მაგრამ აი უშუალო საუბრებში რას ამბობენ, როგორ გამოხატავენ, თქვა გულის ტკივილს და არიან თუ არა ისეთებიც, რომლებიც თქვა ხო, საინტერესოა რაოდენობრივად ეს რამე ისეთი სერიოზული ხდება, ან თქვა ხვდებით, რომ აწუხებთ, მაგრამ ვერ დგავენ ნაბიჯს ან რაღაცა თქვა სხვა მიზეზები აქვს, აი რა სიტუაცია ამ კუთხით. ხო, ამ კუთხით მგონი სამი კატეგორიის ლექტორები ყავს ჩვენ. თუმცა წითელი ხაზი იყო სპეცრაზმის შესვლა ეზოში, რის მერეც ლექტორებმა გადაწყვიტეს, რომ აი ეს ხაზი იყო, უნდა მოიღოთ ხმა. და ახლა ეს 600 ხელმოწერაც, ლექტორების ჩათევი, მხარდამჭერა, რითიც ჩვენ ბევრად გვაძლიერებენ, ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი ლექტორები მწყავს, რომლებიც არ თვლიან საერთოდ წინა მარტის მოვლენებზე, აპრილის მოვლენებზე, როცა ლექტორებს წერდით, რომ გავიფიცეთ და ბოიკოტი გამოვაცხადეთ და არ შევიდოდით აუდიტორებში, ერთ-ერთმა იკითხა, ვერ იგებდა საერთოდ, რატო და რას ვაპროტესტებდით და რატო ვიფიცებოდით. და იმიტომ რომ ის ქალი ჩემთვის საყვარელი ლექტორი იყო და იმდენად ჩამწყდა გული, რომ აი არ ვიცი. არიან ლექტორები, რომლებიც აი ყოველ დღე მირეკავენ, ხო კარგად ხარ, აქციაზე ვარ თუ რაღაცა მითხარი. აი ეს სულისკვეთება რაღაცნაირად წილში გაიზარდა ლექტორებში და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა ხედავთ, რომ ჩემი ლექტორი, რომელიც ჩემთან ერთად არის თითქმის მთელი დღე უნივერსიტეტში, მასწავლის რაღაცა ახალ შემეცნებით, შემდეგ ჩემთან ერთად რო იბრძვის ამ ქვეყნის უკეთეს მომავლისთვის, არის ძალიან დიდი ძალა და იმედი ჩვენთვის. რა თქმა უნდა და ალბათ უფრო მეტი ინტერესით და გულით და სულით ისწავლე მის საგანსაც, როდესაც ხედავ, რომ ადამიანი ასე ბოლომდე სულით ხორცამდე ჩართულია. თქვენი აზრით, ლექტორების ასეთი ჩართულობა და ის განცხადება, რაც გააკეთეს და მე მგონი 24-ში რაღაც მსვლელობაც არის დაგეგმილი უკვე, გაზრდის თუ არა საპროტესტო ტალღას სტუდენტების რაოდენობაში?
რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქამდე რა პრობლემაც იყო ჩვენ შემთხვევაში, ეს იყო ლექტორების მხრიდან ხშირ შემთხვევაში ეს ღია მხარდაჭერა. რეალურად უნივერსიტეტი, რომელიც სპეცრაზმელების შტაბად იყო გადაქცეული, არის სტუდენტების და ლექტორების ადგილი. სწავლის და განათლების ადგილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდამ იყო თავისუფლების აღძევების კერა. ჩვენ სტუდენტები ლექტორებთან ერთად ვითხოვთ ერთ კონკრეტულ რამეს, რომ ის სირცხვილი, რაც მიაყენეს ჩვენს უნივერსიტეტს, ჩვენს მეორე სახლს, ერთადერთი მცირედით მაინც რომ ჩამოირეცხოს, ეს არის რომ ჯაბა სამუშიამ რექტორმა, დღევანდელმა რექტორმა უნდა დატოვოს მისი თანამდებობა და ამავდროულად მოიხადოს ბოდიში. ასევე ჩემი პირადი თხოვნა არის ამ შემთხვევაში, რომ მისი კაბინეტის გვერდით არის რექტორების პორტრეტები და ღირსეულ რექტორების გვერდით უკიდია თედო ღლონტის პორტრეტიც. ისეთ ჩამოხსნას და წაიღოს სახლში თუ უნდა. ესეთი მოთხოვნა გვაქვს ჩვენ. ეს მოთხოვნები რა ლაპარაკიც არ უნდა შედგეს ჩვენ შორის თუ შედგება მომავალში რექტორსა და სტუდენტებსა და ლექტორებს შორის, ხო? არ შეიცვლება. ამ ადამიანის გადადგომას ვითხოვთ. უნდა წავიდეს და მომავალი რექტორი უნდა დაინიშნოს მაქსიმალურად დემოკრატიულად და არა საბჭოთა სტილით ერთი კანდიდატის საფუძველზე. რეალურად მე სულ ამბობდი ხოლმე პოლიტიკის მეცნიერებას ვსწავლობ და სულ ეს რაღაცა მსგავსება მიჩნდებოდა ჩემს თავში, რომ აი როგორც საბჭოთა სისტემა იმართებოდა, ისე იმართება დღეისთვის აი ეს ცენტრალიზებულად რაღაცა ძალიან გაწელილი ბიუროკრატიით თესეულ. და აი ეს უნდა აღმოიფხრას, იმიტომ რომ ისტორიის მანძილზე თესეულში შეიძლება რექტორები, ბევრი წითელი რექტორი იყო და წინა გამოსვლას როცა უსმენდი, ამაზე რაღაცებს საუბრობდნენ, ხო? სტუდენტები ყოველთვის იდგნენ თავისუფლების მხარეს. და ჩვენ სტუდენტები თუ ლექტორები გვერდით დაგვიდგებიან, აუცილებლად ეს იქნება ჩვენთვის დამატებითი мотиваცია და უყურეთ ხო დღეს თესეუს პანთეონში ისინი შეიკრიბნენ, გამოგვიცხადეს ხარდაჭერა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მათგანს, ბევრი ჩემი ლექტორის დავინახე და ამაყი ვარ პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი ლექტორები მყავს და ასეთ ლექტორებთან ერთად მიწევს სწავლა. და არ ვიცი, ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი, რომ არსებობს ჯერ კიდევ ამ უნივერსიტეტში რაღაცა მუხტი, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება და აუცილებლად მივიღებთ იმას, რაც გვინდა. ჩვენ გვინდა რეალურად თავისუფლება, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს თავისუფალი და საღი აზრის შექმნის ადგილი და არა სპეცრაზმის ადგილი. სპეცრაზმის ადგილის, რომელიც ყოველდღიურად ძალადობს ადამიანებს და ყოველდღიურად არბევს აი მუდანაშაულო სტუდენტებს და მოქალაქეებს, ხო? და სხვათა შორის ახლა სპეცრაზმი ახსენეთ, ეგეც სიმბოლურია, იმიტომ რომ სტრატეგიული ობიექტია რა. კი. რეალურად თესეულ და სხვა უნივერსიტეტებიც არის სტრატეგიული ობიექტია. 9 აპრილსაც, როდესაც დარბევა მოხდა, გადავამოწმეთ ჩემს მშობლებსაც ვეკითხებოდი ხო ნამდვილად ესე იყო, რომელიც მონაწილეები იყვნენ ამ პროცესის. თესეულში შესული სტუდენტი 9 апრილიდან გაქცეული თესეულში პოლიცია ანუ ის აი ეხლა ზუსტად წინა გამოსვლით არ გაბედეს წარმოიდგინე ეზოში მართალი ტანკი შეიყვანეს მაგრამ თესეულში იგნი არ გაბედეს საბჭოთა და ჯარისკაცებმაც კი არ გაბედეს იქ შესვლა წარმოიდგინეთ როგორ იმასთან და ამ დროს თესეუს პირველ კორპუსში თან ეს მეორე კორპუსი და სხვა კორპუსებში არ უნდა აგვერიოს ეს მართლა რაღაცა ცემენტი აგური და ქვა არ არის ეს შენობა ეს ამ შენობას აქვს მეხსიერება თავისუფლების აი მე მინდა აღვნიშნო რომ ორი მნიშვნელოვანი რაღაც დაგვრჩა პირველი რესპუბლიკის პერიოდიდან ორი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი რომელიც თავისი შინაარსით პოლიტიკური იდენტობის მატარებელიც არის ეს არის საქართველოს ეკლესია არის რომელიც სამწუხაროდ დღეს ბევრი თავდასხმის და ასე შემდეგ თვითონაც რაღაცებს ისეც აკეთებენ რომ მართლა მწვენია ხშირ შემთხვევაში და მეორე ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმ მემკვიდრეობის გადმონაშთი და ამ მემკვიდრეობას გვიქრობენ რეალურად თავისუფლების მეხსიერებას აქრობენ ჩვენს ქვეყანაში და ეს არ უნდა დაუშვათ და თითოეული ჩვენგანის ესა რა ქვია როლი უნდა დავინახოთ ამ პროცესში. არ აქვს მნიშვნელობა აქტიური სტუდენტი იქნება თუ რაღაცა ყოფილი სტუდენტი, ხო? ეს შენობა თავისი არსით ატარებს საქართველოს დამოუკიდებლობის იდენტობას, საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების. თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კაცო, ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია, რო თქვი, სტრატეგიული ობიექტი სწორადაც შეიძლება იყოს და არასწორი მიზეზებითაც შეიძლება იყოს რა და აქედან გამომდინარე და სხვათა შორის იგივე რუსული სპეცსამსახურების კიდევ ერთხელ გავიხსენები გენერალს, ისიც საუბრობდა რომ აი როგორი მნიშვნელოვანია რომ განათლების სისტემაში შევიდეს რუსული კაგების მეთოდები, თქვა რაც არის ეს რაღაცა აქტივნე მეროპриятие ესე ეძახდნენ.
იმართული იყო სწორედ იქ, იმიტომ რომ იქ არის ხო, იქ იღებს ადამიანი განათლებას, იქ ყალიბდება მოქალაქეთაც, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია და მართლა ცოდნის ტაძარია და აქედან გამომდინარე ძალიან იქ ვერავინ ვერ შეიჭაჭანებს, როცა ავტორიტარული რეჟიმია, იქ ის ერთკაციანი სწორედ არჩევნები იქნება და რაც სამწუხაროა, ეხლა ჩვენ კიდე ჩაგვერთება ერთი ძალიან მაგარი ახალგაზრდა თემო ტარიელაძე, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტია და უკვე ერთ კვირაზე მეტია, რა თქმა უნდა, ის არის პროტესტში, აპროტესტებს ყველამ რასაც და დღეს სხვათაშორის ეხლა მორიგია და ეს არ არის პირველი დღე, ის ათენებს ხოლმე ასევე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სტუდენტებთან ერთად. როგორ ახარ პირველ რიგში თემო? და მადლობა რომ ჩვენ გვერდები ასე გვიან. კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად, მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ, რომ ამ საშუალებას გვაძლევთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და გადავცეთ, რომ მარტო არ არიან ამ ერთიან საერთო ბრძოლაში. კი ბატონო, როგორ ხართ ახლა, როგორი განწყობა ამხნეთ ხართ, თქვათ, განწყობა არის ამაღლებული, ქვევით შეკვავე, მღერიან და ამ ჩართვისთვის ნახეთ სხვათაშორის სპეციალურად სოციალურ ქსელებში იყო, რო არ და ნახეთ თქვენი ვიდეოები და აჭარულს ეკვავდნენ და ისეთი კაი სანახავი იყო და ისე მიხარო და ყოველთვის მიხარია, ხო, რა თქმა უნდა, როდესაც ახალგაზრდები თან აპროტესტებენ, მაგრამ თან ამავე დროს არ კარგავენ ენერგიას და სილაღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სილაღე არასდროს არ უნდა დაკარგოს ახალგაზრდამ, იმიტომ რომ სილაღე არ უშლის იმ პროტესტს და არ უშლის იმ ბრას, რომელიც შენში არის. პირიქით ის გეხმარება იმაში, რომ ბრძოლა გააგრძელო და არ გამოიფიტო და ისტორიულადაც ასე იყო, ხო, ჩვენი წინაპრები ყოველთვის როცა ძალიან ცუდად იყო, ეს იყო ბრძოლა თუ ეს იყო მუშაობა თუ რაც უნდა ყოფილიყო, ყოველთვის მღეროდნენ და აი ამ ასეთი ამაღლებული განწყობით ხდებოდნენ ნებისმიერ რაღაცა გამოწვევას და ჩვენც ალბათ არ ვიცი, ყველაფერი მაინც იქამდე მიდის, რომ ყველანაირი ფორმით ვაპროტესტებთ იმას, რასაც მოპარული არჩევნები ქვია და რასაც ჩვენი ქვეყნის შეცვლილი საგარეო კურსი ქვია და ნახოთ. ჯერა რომ შედეგი აუცილებლად დადგება. რა თქმა უნდა, აუცილებლად დადგება. მე პირადად თქვენ რომ გიყურებთ, აი სტუდიაში კიდევ გვყავს ახალგაზრდები და თქვენ რომ გიყურებთ, მართლა ყველაზე უფრო დიდი мотиваცია რეალურად თქვენზე უფროსი თაობის ადამიანებისთვის თქვენ ხართ, იმიტომ რომ თქვენში არის ის ძალა და თავისუფლება და სილაღე ზუსტად იმ ცეკვაში და სიმღერაშიც, მაგრამ ჩემთვის რაც ყველაზე უფრო მეტად აღმაფრთოვანებელია, ეს არის რომ ეს მარტო ცეკვა და სიმღერა დარჩება. ესენი არიან ძალიან ჭკვიანი, მამაცი, უშიშარი და შეუპოვარი ხალხი ხართ და მე ძალიან დიდ პატივს გცემთ ყველას სათითაოდ და ქეთს ვიხრი თქვენს წინაშე. თემო, რა არის შენთვის ის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რა გაძლევს, რა გაბრაზებს ყველაზე მეტად და რა არის ის, რის გამოც არ შეგიძლია გაჩერება და რის გამოც არ ჩერდები, რა არის ყველაზე უფრო მთავარი რამ, რის გამოც ახლა შენ ხარ აი ამ პროტესტში უკვე მე-7 დღეა. დიახ, ჩვენ თქვი კიდეც ძალიან ბევრჯერ, ძალიან ბევრგან და ახლაც გავიმეორებ, რომ შეიძლება ვიმსჯელოთ, ყავს თუ არა კარგი ხელისუფლება, შეიძლება ვიმსჯელოთ როგორ ტარდება ეს არჩევნები, როგორ ჩატარდა ეს არჩევნები, ვიმსჯელოთ რამდენი ხმა გაყავდა, ვიმსჯელოთ სადმე თუ კიდე ყავდება ხმები, მაგრამ დემოკრატია ვართ და იმიტომ, თუმცა არის საკითხები, რასაც ორი აზრი არ არსებობს და აი ასეთმა საკითხმა განაპირობა სწორედ ჩვენი ამ პროტესტის ჩათვლა. არ არსებობს ორი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფლება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ძალიან ბევრი სისხლისა და ოფლის ცრემლის ფასად მოიპოვეს, არ შეიძლება წავართმევინოთ და შევარჩინოთ ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის ბიზინა ივანიშვილსაც. ჩვენ ვხედავთ რეალურად, რომ ჩვენი ნება რაც იყო და რაც გამოჩნდა გაზაფხულის აქციებზე მანამდე მარტის თვეში კიდე წინა წლებში და რაც იყო გამოხატული, რომ აშკარად ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ჩვენ არ გვინდა რუსული პოლიტიკა საქართველოში, უგულებელ ყოფილი იქნა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვხედავდით, რომ ადამიანებზე ძალადობდნენ მორალურად, ყიდულობდნენ ადამიანებს ამ ძიმე სოციალურ ფონის კვალდაკვალ და რა ვიცი, ხან ფულზე, ხან რაღაცა დაშინებით, საბოლოო ჯამში მოახერხეს ის, რომ ადამიანებმა თავიანთი ნება თავისუფლად ვერ გამოხატეს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის პირდაპირი დემარში თავისუფლებაზე და ჩვენ ამას უბრალოდ ვერ შეგვაჩვენთ და ეს არის ის, რამაც რეალურად აქამდე ძალიან ბევრჯერ გამოიყვანა ქართველ ადამიანი ქუჩაში და ეს არის ის, რამაც ჩვენ დღეს გამოგვიყვანა ქუჩაში. იცით რა არის? შეიძლება მართლა რომ ვიღაცა ახლა არსებობდეს საქართველოში მილიონი ადამიანი
აი რაღაცა პარალელურ სამყაროში რომ ვიმსჯელოთ, ხო? არსებობდნენ მილიონი ადამიანი, რომლებსაც უნდოდეს, რომ იცი რა, მოდი ბიძინა ივანიშვილი იყოს ხელისუფლებაში და თუ დემოკრატია გვინდა, ამას უნდა დავთანხმდეთ, მაგრამ როგორ ეს მილიონი ადამიანი, როგორ მივა ამ გადაწყვეტილებამდე, ეს საგულისხმოა. ჩვენ უბრალოდ ვერ შევარჩენთ ვერავის იმას, რომ ვიღაცეები დააშინეს, ვიღაცეები იყიდეს. ჩვენ ვიღაცაზე მიცემული 300 ლარის გამო ვერ დავთმობთ იმ მომავალს, რომელი მომავალიც იყო ოცნება ჩვენი წინაპრებისა და აქ ძალიან ურყევი და მტკიცია ჩვენი პოზიცია. ისე ერთი აბსოლუტურად გეთანხმები და ასევე მნიშვნელოვანია, აი მაინც სოციალურ ქსელებში თქვა, სადაც ახალგაზრდები ძალიან დიდ დროს ატარებენ ხოლმე, ხო? რამდენად კმაყოფილი ხარ უშუალოდ თვითონ კიდე მთლიანობაში განწყობით, ანუ და თუ შეგხვედრია ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც არ ფიქრობენ ესე და რას ეუბნები ხოლმე ამ ახალგაზრდებს, თქვა და რა არგუმენტები მოყავს, რომ თქვა დაარწმუნო იმაში, რომ გარკვეული ძალიან დიდი საშიშროებები არსებობს, ხო? იმისი რომ ჩვენ საბოლოოდ ევროპასთან ყველანაირი გზები ჩაგვეხერხოს და რაღაცა უბრალოდ რაღაც ესეთი ფორმალური ვაჭრობა გქონდეს, როგორც სხვა რაღაცა ავტორიტარულ ქვეყნებს აქვთ ხოლმე. ნუ ერთ-ერთი სცენარი ესეთიც არის. უნივერსიტეტში მოვაწყეთ ლენონის კედელი, ალბათ გეცოდინებათ ეს რასაც ნიშნავს, ეს რაღაცის შემდეგ მოხდა, რომ კედელზე ბევრი ფერადი ფურცელი და აქ წერია რაღაცა სათქმელი სურვილები ადამიანების და მოვაწყეთ უნივერსიტეტში ერთი სარკეზე ეს კედელი და სტუდენტები, ვინც ეხა შუალედურების კვირაა და მე მართლა ყველას მესმის, რომ ყველა ვერ გაათენებს ღამეს უნივერსიტეტის ფოიეში და ჩვენ, რა ვიცი, თანადგომას და წარმატებებს უსურვებთ მათ, მაგრამ აი ეს სათქმელი ძალიან მარტივია, ხო, პატარა ფერად ფურცლებს და წერენ სტუდენტები ჩვენს მიმართ სათქმელს და მართლა ძალიან ბევრი პოზიტივია. გუშინ ერთ-ერთმა აქტივისტმა ქართული ოცნებისა გააზიარა სურათი სოციალურ ქსელში, სადაც ამ მთლიან კედელზე იყო ერთი ფურცელი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. არ დაუმალეთ მათი ვინაობა თუ ვინ გააკეთა ეს, ვიცით ვინც არის ქართული ოცნების აქტივისტია, ნუ მისი პოზიცია ასეთია, მესმის, მაგრამ ფარდობითობა არის ძალიან საინტერესო. აი ამ მთლიან კედელზე სრულად არის ის პოზიცია, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ თანადგომას უცხადებთ ამ პროტესტს, ჩვენ ვართ ამ პროტესტის მონაწილეები, არჩევნები გაყალბდა, ივანიშვილის კანტორაც ვერ გადაკეთდება ეს ქვეყანა და იქ არის ერთი პატარა ფურცელი, სადაც წერია, რომ არჩევნები არ გაყალბდა. ესაა თანაფარდობა და მე რა თქმა უნდა ამ განწყობით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება იმას, თუ რას შეეუბნები ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ არიან სხვა აზრზე. იცით რა არის მოგებული ხელისუფლება არ იქცევა ისე, როგორც იქცევა ქართული ოცნება დღეს. გამარჯვებული ხელისუფლება დილით იქ რა ქვია რუსთაველის ჭავჭავაძის პროსპექტზე სრულიად მშვიდობიან მოქალაქეებს არ არბევს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მას იციან, რომ 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი გამოვა ამ დარბევის შემდეგ და იცნობს ბიძინა ივანიშვილი ქართველი კაცის ხასიათს. მართალია ჯერ კარგად ვერ გაიცნო და ძალიან კარგად მალე გავაცნობთ მას, თუ რა შეუძლია ქართველ ადამიანს და ჩვენს შინაგან ეროვნულ ენერგიას, მაგრამ მაინც ეს ცალსახაა, რომ აი ამაზე როცა მიდიან, წყობიდან არიან გამოყვანილები. ამას შეუბნებით და ეხა მიმხედრი მიხვდება და თუ ვიღაც კიდე ვერ ხვდება თუ რამხელა ზიანის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველოს მაშინ, როდესაც თუნდაც ტრამპი ელაპარაკება ფაშინიანს და არ ურეკავს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს, ნუ არ ვიცი, თუ ამას ვერ ხვდებიან, მაშინ მათი ადგილი უნივერსიტეტშიც არ არის და არც ცოტა ისეთ გაცნობიერებულ საზოგადოებაში. აბსოლუტურად გეთანხმები და ასევე მაინტერესებს, აი მე მგონი უკვე 7 დღეა, რაც თქვენი პროტესტი დაწყებულია. აი ამ 7 დღის განმავლობაში რამდენად მზარდია ეს პროტესტი და რამდენად გაიზარდა, რამდენად უფრო ბევრი ადამიანი შემოგიერთდათ, ესეც საინტერესოა. კი, მზარდია, ცალსახად შემიძლია ეს თქვა. თუ ჩვენ პირველ 2 დღეს ვიწევდა გადაბმულად ღამისთენება, ახლა ჩვენ შეგვიძლია მორიგეობით უკვე რომ ეს გავაკეთოთ და ეს რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროტესტი არის ნაბიჯ წინ მიდის, კი. აქ წეგან გამოსვლას უსმენდი სტუდიაში. ამბობდა, რომ ჩვენ აუდიტორია გამოუყვესო ილიას უნივერსიტეტშიო და ბესეუშიო. ბესეუში აუდიტორია არ გამოუყიათ, ეს რო იცოდეთ, ჩვენ თავარი შენობის, იმ ძველი შენობის ფოიეში ვართ განლაგებულები და აქ ყოველ დილით, როდესაც სტუდენტები გადიან და შემოდიან, თავარ კართან ვართ და გინდა არ გინდა ხედავენ, მათგან ძალიან დიდი თანადგომის მუხტი იგრძნობა და ეს სურვილი, რომ მათ სულ ჩვენს გვერდით იდგნენ და მე ვჯერა, რომ ისინი აუცილებლად გვერდით დაგვიდგებენ, ამიტომ ესეც არის მზარდი, რა თქმა უნდა, რასაც პირველ დღეს ჩვენ ვერ ხედავდით, ასევე მზარდია
ლექტორების, პროფესორების ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, თემო, ძალიან დიდი მადლობა, გამძლეობას და მხნეობას გისურვებ და მეც გეთანხმები აუცილებლად ეს თქვენი მზარდი პროტესტი ამ ყველაფერს უდიდეს ტალღად გადააქცევს, რომელიც აუცილებლად შთანთქავს იმ ბოროტებას და უსამართლობას, რაშიც დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, მე მინდა თქვა პატარა რეპლიკა გავაკეთო. საქართველოს ისტორიას ახსოვს მამათა და შვილთა შორის ბრძოლები, რომლებიც ვიცით ჩვენ როგორ დამთავრებულა და თუ გვინდა რომ დღეს გავიმარჯვოთ, საჭიროა რომ მამებისა და შვილების ერთობლივი ბრძოლა შევთავაზოთ ისტორიას და მე ვფიქრობ რომ ეს აუცილებლად მოხდება და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. არა იმიტომ რომ ჩვენ ვართ მაგრები და განსაკუთრებულები, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ სხვაგვარად შეუძლებელია ისტორიულად სიმართლე ჩვენს მხარესაა ის წინაპრები, რომელიც წინაპრების თავისუფლებისთვის სისხლდიდნენ და უბრალოდ ვერ შერჩება ვიძინა ივანიშვილს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა თემო, დაგემშვიდობებით. მადლობა. და ხო, მე მგონი ჩვენი გადაცემაც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, ყველას გვჭირდება ცოტა გამოძინება და დასვენება და არ ვიცი, თუ კი რამე გაგვთ სათქმელი, რომ შევაჯამოთ და თქვათ დანარჩენ სტუდენტებს ან დანარჩენ ლექტორებს რას ეტყოდით. კი ბატონო, შემოგვიერთდეთ ამას ვეტყოდით. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო სწრაფად მივაღწევთ იმ მიზანს, ჩვენ რაც გვაქვს დასახული, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დავიხსნათ აი ამ რაღაცა რუსული მართლობის სტილისგან და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა სტუდენტს, ყველა ადამიანს, რომელიც ჩართული არის ჩვენთან ერთად, ხარს გვიჭერს, მორალურად, არ ვიცი, ფიზიკურად ჩვენთან ერთად არის, ეს გვაძლიერებს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რაც ჩვენ დავისახეთ და აუცილებლად წავალთ წინ. აუცილებლად შენ ხوار გინდა რამე? მე ცოტა რომ დანებებას არ ვაპირებთ არანაირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, ქართველების და რუსებს არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობთ. შესაბამისად, როდესაც რო იქნება, როცა დავჭირდება ამ ქვეყანას, ახლა თუ მომავალში ყოველთვის ქუჩაში ვედგავით იმისთვის, რომ დავიცოთ ჩვენი სიმართლე და ევროპული მომავალი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ამ ასეთი ადამიანების ნახვის და მათთან საუბრის შემდეგ ყოველთვის მაინც რაღაცნაირი ენერგიით ვივსები და მადლობა თქვენ ამისთვის და ეს აუცილებლად ასე იქნება, თუმცა მამების და დედების როლი ჩვენ გვაქვს შესაძლებელი ილო და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსაც, დაგემშვიდობებით და ტრადიციულად თბილი ძილი. შევხვდებით მალე ერთმანეთს.